თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. თამარ ურჩუხიშვილის ოჯახი ექიმებს დაუდევრობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ურჩუხიშვილი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ერთი კვირის შემდეგ გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს. როდესაც ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტს ნაწლავზე რთული პრობლემა ჰქონდა, ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. კლინიკას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. არ დადასტურდა იოსებ სიგუას მხრიდან მეუღლეზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თქვა მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. სიგუას ყოფილი ცოლი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. მან მოსამართლის დღევანდელ განცხადებას სუბიექტური უწოდა. ორში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვალი სარკინიგზო მაგისტრალიდან ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ბრალდებულები იმ დროს აიყვანეს, როცა ნაქურდალ სადენებს ავტომობილებში ტვირთავდნენ. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. უკრაინის მორიგი ერიში რუსულ ნავთობობიექტზე თავდასხმის სამიზნე ამჯერად უდმურტეთის ქალაქ სარაპულში არსებული ნავთობბაზა გახდა. ერიში შემდეგ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რესპუბლიკის გუბერნატორი ამბობს, რომ ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი.